2005 წლამდე ფორმულა 1-ში დომინირებდა ერთი გუნდი და ერთი პილოტი. მიხაელ შუმახერმა და ფერარიმ ზედიზედ 5-ჯერ მოიპოვეს ჩემპიონობა, მაგრამ 2005 წელს გამოჩნდა ძალა, რომელმაც ისინი პედესტალიდან ჩამოაგდო. მე მოგიყვებით თუ რა ხდებოდა ფორმულა 1-ის 2005 წლის სეზონის მიმდინარეობისას. თქვენ უყურებთ Paddock Memories, ასე რომ დავიწყოთ. ბოლიდები ხდებოდნენ უფრო ტექნოლოგიურები და სწრაფები, რის გამოც პილოტები ერთ-მეორის მიყოლებით ამყარებდნენ ახალ რეკორდებს. მაგრამ ამავე დროს რბოლის დროს ბრძოლა უფრო და უფრო მცირდებოდა. ამ ყველაფრის გამო იმ წლებში FIA-ს წარმომადგენლები ებრძოდნენ სიჩქარეს და ახალი რეგულაციებით ცდილობდნენ ბოლიდები ცოტად შეენელებინათ. მაგრამ ამ ყველაფერს შედეგი არ ჰქონდა. გუნდები ყოველთვის იგონებდნენ ახალ ტექნოლოგიებს და სარგებლობდნენ რეგლამენტის შავი ხვრელებით, რათა ახალი ბოლიდები უფრო სწრაფები ყოფილიყვნენ ვიდრე წინა წლის ვერსიები. ასევე გუნდებს ძალიან ეხმარებოდა საბურავები. იმ დროს ფორმულა 1-ში საბურავების ორი მომწოდებელი კომპანია იყო. Bridgestone და Michelin. ორივე კომპანია მთელ ძალებს დებდა საბურავების ახალი შემადგენლობის გამოგონებაში, რათა მათ კლიენტებს უპირატესობა მოეპოვებინათ. გუნდები კი ათასობით კილომეტრს გადიოდნენ და ხარჯავდნენ მილიონებს, რათა დაეტესტათ საბურავები. ამ ორი კომპანიის დაპირისპირება იმდენად დაძაბული იყო, რომ უბრალო ხალხმა ამ ყველაფერს საბურავების ომი შეარყა. Bridgestone-ისთვის პრიორიტეტული კლიენტი ყოველთვის Ferrari იყო. იაპონელები სპეციალურად ქმნიდნენ ახალ საბურავებს იტალიური გუნდისთვის. ყველა შემადგენლობა თვით მიხაელ შუმახერის მიერ იტესტებოდა. საკმარისი იყო, რომ წითელ ბანოს რომელიმე პარტია დაებლოკა, მაშინ ხდებოდა ამ საბურავების ჩამოწერა. 2005 წლისთვის FIA-ს წარმომადგენლებს მობეზრდათ მსგავსი სიტუაცია და ვითომ და ხარჯების შემცირების მიზნით ახალი რეგულაციები დაამატეს. რის თანახმადაც გუნდებს საბურავების მხოლოდ ერთი კომპლექტის გამოყენების უფლება ჰქონდათ კვალიფიკაციის და რბოლის დროს. ესე იგი, პიტ-სტოპზე მხოლოდ საწვავის შესავსებად შეეძლოთ შესვლა. ამ ყველაფერმა ძალების გადანაწილება საგრძნობლად შეცვალა. Bridgestone-ის კლიენტებმა დაკარგეს თავიანთი უპირატესობა და წინა ფლანგზე Michelin-ის კლიენტებმა გადმოინაცვლეს. რა თქმა უნდა, მხოლოდ საბურავების უპირატესობა ვერაფერს იზავდა. ჩემპიონობისთვის აუცილებელი იყო ძლიერი ბოლიდი და პილოტი. ასე რომ თუ არა McLaren-ს, რომელმაც ბოლო მოიპოვა კონსტრუქტორის თასი Ferrari-ის დომინაციამდე და შუმახერის ყოფილ გუნდს, რომელიც 2002 წლიდან Renault გარდაიქმნა, სხვაები შესწევდა ძალა დაემარცხებინა წითელი სისტემა, რომელიც 5 წლის განმავლობაში უხარვეზოდ მუშაობდა. ამჯერად უფრო დაწვრილებით ზუსტად Renault-ს განვიხილა. როდესაც Renault Benetton შეიძინა, გუნდში დაბრუნდა ყოფილი მმართველი Flavio Briatore. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, Flavio ხვდებოდა, რომ გუნდის ჩამოყალიბებიდან პირველივე წელში ჩემპიონობის მოგება თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომაც მას ჯერ შიდა სამზარეულო უნდა მოეწესრიგებინა და ძლიერი გუნდი შეეკრა. პირველ რიგში გუნდის მმართველებმა გააერთიანეს ფრანგული ვირი შათიონის და ინგლისური ენსტოუნის ბაზები. და ამ უძლიერეს კოლექტივს სათავეში ჩაუდგა იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს გუნდს შემოერთა ახალგაზრდა ფერნანდო ალონსო, 2002 და 2003 წლებში კონსტრუქტორის ჩემპიონატში Renault მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. რის შემდეგაც მაიკლ გასკოინი გაანთავისუფლეს და მისი ადგილი ჯეიმს ელისონმა დაიკავა. ასეთმა რადიკალურმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და 2004 წელს Renault უკვე ვიცე-ჩემპიონობის კანდიდატი იყო, მაგრამ სეზონის ბოლოს მათი მთავარი კონკურენტი გუნდი Honda უფრო სწრაფი აღმოჩნდა და Renault მესამე ადგილი დაიკავა. პროგრესი სახეზე იყო, მაგრამ Renault ფორმულა 1-ში დაბრუნდა მხოლოდ ჩემპიონობისთვის და სამი სეზონი გუნდის გასაძლიერებლად საკმარისი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც 2005 წელს მოვიდა მათი დროც. Renault R25-ის შექმნისას გუნდმა გაითვალისწინა და გამოასწორა ძველ ბოლიდებში დაშვებული შეცდომები. ძრავი გახადეს უფრო ეფექტური და საიმედო. კონკურენტებთან შედარებით Renault-მ შექმნა უნიკალური 6-საფეხურიანი სიჩქარეების კოლოფი, როდესაც სხვებს ჰქონდა 7-საფეხურიანი. ინოვაცია იყო ასევე mass damper-ის გამოყენება, რომელიც საგრძნობლად ამცირებდა ვიბრაციებს და საბურავების დაზიანების შანსს. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამ სეზონში იყო აკრძალული რბოლის დროს საბურავების შეცვლა. ბოლო კოზირი კი იყო ფერნანდო ალონსო, რომელიც 2005 წელს ფენომენალურ ფორმაში იყო. Renault მიიღო ის ყველაფერი, რაც ჩემპიონობისთვის იყო საჭირო. ეს ნიშნავს, რომ როგორც იქნა მოვიდა დრო, როცა მათ უნდა ჩაეწერათ თავიანთი სახელები ისტორიაში. როგორც ყოველთვის, ახალი სეზონის სტარტი შედგა ავსტრალიაში. ასევე შეიცვალა კვალიფიკაციის ფორმატიც. ახლა ის თითოეული პილოტისთვის მხოლოდ 2 წრისგან შედგებოდა, რომლებიდანაც ერთი ჩანიშნული იყო შაბათ-დღეს, მეორე კი კვირას რბოლის დაწყებამდე. იმ რაოდენობის საწვავით, რა რაოდენობითაც მათ რბოლა უნდა დაეწყოთ. მაგრამ ამ ფორმატს სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლებოდა ამინდი გაუარესებულიყო, ზოგი პილოტი რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა და უკეთესი დროის დაფიქსირებას ახერხებდნენ ისინი, ვისაც კარგ პირობებში უწევდა თავისი საკვალიფიკაციო წრის გავლა. ამიტომაც პირველი 6 რბოლის შემდეგ კვალიფიკაციის ეს ფორმატი ისევ შეცვალეს და დაუბრუნდნენ ერთ კვალიფიკაციას სარბოლო საწვავი. ახალი კვალიფიკაციის უსამართლობა დამტკიცდა უკვე მელბურნში, სადაც პოლ პოზიცია ფერნანდო ალონსოს მეწყვილე ჯან კარლო ფიზიკელამ მოიპოვა. მიხაელ შუმახერმა კი წვიმის გამო მე-18 პოზიცია დაიკავა. რბოლის დროს კი მას ნიკ ჰეითფელდი შეეჯახა, რის გამოც წითელი ბარონი რბოლოს გამოითიშა. ფიზიკელამ დამაჯერებლად მოიპოვა რბოლაში გამარჯვება. მის უკან კი მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს შუმახერის მეწყვილე რუბენს ბარიკელამ და ფერნანდო ალონსომ. განახლებული Renault-ის დებიუტმა წარმატებით ჩაიარა.
ასევე შემდეგ რბოლაზე მალაიზიაში მათ დაამტკიცეს, რომ ეს შედეგები უბრალოდ შემთხვევითობა არ ყოფილა. ალონსომ მოიპოვა პოლ პოზიცია და რბოლაშიც პირველად გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ვერ უთვლიდა, რომ ასეთი შედეგები გამოწვეული იყო იმით, რომ Ferrari იყენებდა წინა წლის მოდიფიცირებულ ბოლიდებს. Ferraris ახალი ბოლიდი F2005 მხოლოდ შემდეგ ეტაპზე ბაჰრეინში უნდა გამოჩენილიყო. ამიტომაც სკუდერიას ფანები თვლიდნენ, რომ ზუსტად ამ გრან-პრიზე ჩამოაგდებდა მათი უსაყვარლესი გუნდი თავხეთ ფრანგებს პედესტალიდან. მაგრამ სამწუხაროდ სიტუაცია უფრო გაუარესდა. შუმახერმა არამც თუ ვერ შეძლო ალონსოსთან ბრძოლა, არამედ მექანიკური პრობლემების გამო ნაადრევად მოუწია რბოლის დასრულება, რაც Ferraris ბოლიდს 2001 წლის შემდეგ არ მოსვლია. Ferraris ოქროს შემადგენლობისთვის ასეთ დარტყმას ნაკვალევის გარეშე არ ჩაუვლია. ამიტომაც შემდეგ რბოლაზე სან-მარინოში ისინი ძალიან გაბრაზებულები იყვნენ. შუმახერი ყველანაირად ცდილობდა ალონსოსთვის გადაესწრო, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა და ფერნანდომ ისევ პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგი ბრძოლის ადგილი უკვე ფერნანდო ალონსოს სამშობლოში იყო, მაგრამ აქ უკვე საქმეში ჩაერთო კიდევ ერთი ძალა, რომლის არსებობაც ყველამ დაივიწყა. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ მაკლარენს ჯერ კიდევ არ ჰქონდა არც ერთი რბოლა მოგებული, გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა. კოლექტივის ახალგაზრდა ლიდერი კიმი რაიკონენი რამდენჯერმე ავიდა წინა რბოლებში პოდიუმზე და სან-მარინოს გრან-პრიზე პოლ პოზიციაც კი მოიპოვა. მაგრამ ბოლიდის მთავარი პრობლემა არასაიმედოობა არ აძლევდა გუნდს პედესტალის ზედა საფეხურების დაკავებას. მაკლარენის ბოლიდი არ აძლევდა პილოტებს საშუალებას რბოლა ბოლომდე მიიყვანათ, მაგრამ როცა ის არ ფუჭდებოდა, მასთან კონკურენცია ძალიან რთული იყო. ზუსტად ესპანეთში უმართლებს მაკლარენსაც. კიმიმ დამაჯერებლად დაიკავა პოლ პოზიცია. ასევე რბოლის დროსაც გაუძლო ჩემპიონატის ლიდერ ფერნანდო ალონსოს და მოიპოვა პირველი გამარჯვება 2005 წელს. შემდეგ ეტაპზე მონაკოში რაიკონენს ისევ ვერავინ უწევს კონკურენციას, ვერც კვალიფიკაციის და ვერც რბოლის დროს. რენო კი პირველ სეზონში ვერ ავიდა პოდიუმზე. ნურბურგრინგზე პოლ პოზიცია აიღო ნიკ ჰეითფელდმა, მაგრამ რბოლის დროს სტარტზე ლიდერობა ისევ კიმი რაიკონენმა მოიპოვა. ერთ-ერთ მონაკვეთში დამუხრუჭების დროს მან შეცდომა დაუშვა და საბურავი გააფუჭა. შეგახსენებთ, რომ საბურავების გამოსვლა არ შეიძლებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიმიმ გააგრძელა რბოლა, მაგრამ ბოლო წრეზე დაკიდების სისტემამ ვიბრაციებს ვერ გაუძლო და გატყდა. უკვე მეორე სეზონის მიმდინარეობისას ფერნანდო ალონსო იმარჯვებს იმის გამო, რომ კიმის ბოლიდი წყობრიდან გამოდის. მაგრამ შემდეგ ეტაპზე კანადაში დავრწმუნდით, რომ კარმა არსებობს. მონრეალში პოლ პოზიცია აიღო ჯენსონ ბატონმა. ეს იყო კარიერაში მისი მეორე პოლ პოზიცია, მაგრამ რბოლის დღეს ალონსოს არ უნდოდა პოზიციების დათმობა. მან ასევე უარი თქვა გუნდურ ტაქტიკაზე და მისი მეწყვილეც კი არ გაუშვა წინ. ერთ-ერთ მოსახვევში ფერნანდომ დაუშვა შეცდომა და ჯებირს დაეჯახა, რის გამოც მოუწია რბოლის ნაადრევად დასრულება. ცოტა ხანში მექანიკური პრობლემების გამო მას მისი მეწყვილე შემოუერთდა. როგორც იქნა კიმისაც გაუმართლა და რბოლა მოიგო. ბოლო 4 რბოლიდან 3-ში ის ლიდერობდა. რითაც დაამტკიცა, რომ მისი მაკლარენი ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ ძრავი ისევ ხელს უშლიდა მას. ერთ-ერთი ახალი წესის თანახმად გუნდებს ძრავა უნდა გამოეყენებინათ 2 რბოლაში. ამ ხელად დატვირთვას მერსედესის ძრავები ვერ უძლებდნენ და ხშირად ფუჭდებოდნენ. ძრავის შეცვლის გამო რაიკონენი იღებდა ჯარიმას 10 პოზიციის სახით სტარტზე. მაგრამ თუ მაკლარენისთვის მთავარი სისუსტე იყო ძრავა, საბურავების შეცვლის აკრძალვა ყველა გუნდს უშლიდა ხელს. ეს ყველაფერი ამერიკის გრან-პრიზე უკვე ძალიან ათლად ჩანდა. მას შემდეგ, რაც პრაქტიკებზე საბურავების გახეთქვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მიშელმა გააკეთა განცხადება, სადაც ამბობდნენ, რომ ვერანაირ გარანტიას ვერ იძლეოდნენ და დიდი ალბათობით მათი საბურავები მთლიან დისტანციას ვერ გაუძლებდა. გუნდებმა სცადეს მოლაპარაკება, რათა ბოლო მოსახვევში ბევრად ნაკლები სიჩქარე გამოეყენებინათ, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ. ამიტომაც გასახურებელი წრის შემდეგ ყველა ის გუნდი, რომელიც იყენებდა მიშლენის საბურავებს, ჩაეხსნა რბოლას. რბოლა ძალიან უინტერესო გამოვიდა, რადგან მონაწილეობას მხოლოდ რამდენიმე გუნდი იღებდა და მათ შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო. ერთადერთი საინტერესო მომენტი ორ ფერარის შორის მოხდა, როდესაც შუმახერმა გადასწრებისას მის მეწყვილეს გზიდან გადასვლა აიძულა. რის შემდეგაც რადიოში პილოტებს მიუთითეს, რომ ფინიშამდე აუცილებლად ორივე ბოლიდი უნდა მისულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ფერარი მოიპოვა პირველი გამარჯვება სეზონში, იმ დღეს ეს არავის უხაროდა. ევროპაში დაბრუნების შემდეგ სამშობლოში რენოსთვის და მიშლენისთვის შემდეგი რბოლა პრინციპიალური იყო. მათ უნდათ რეპუტაციის აღდგენა და ფერნანდო ალონსოსთან ერთად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ. მაკლარენი ვალდებული იყო მათთვის საპასუხო დარტყმა მიეყენებინათ და სამშობლოში სილვერსტოუნზე მათ ეს შეძლეს. ამ ეტაპზე როგორც იქნა გამოიღვიძა მათმა მეორე პილოტმა ხუან პაბლო მანტოიამ, რომელსაც სეზონის მიმდინარეობისას არ გამოსდიოდა კარგი პოზიციების დაკავება, მაგრამ სილვერსტოუნზე როგორც იქნა მისთვისაც გაისროლა ავრორა. კიმი რაიკონენმა ისევ მიიღო ჯარიმა ძრავის შეცვლის გამო. ფიზიკალას მექანიკოსებმა კი პიტსტოპის დროს შეცდომა დაუშვეს და მან დიდი დრო დაკარგა. ფერნანდო ალონსომ კი ზედმეტი რისკების გარეშე მეორე ადგილი დაიკავა. გერმანიაში მაკლარენს ისევ ვერავინ უწევდა კონკურენციას სისწრაფეში, მაგრამ კვალიფიკაციის დროს მონტოიამ დაუშვა შეცდომა და დაამტრია ბოლიდი. კიმი რაიკონენს კი ისევ ძრავი გაუფუჭდა და მოუწია რბოლის ნაადრევად დასრულება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რბოლაში ფერნანდო ალონსომ გაიმარჯვა და საჩემპიონო ბრძოლაში 37 ქულით გაუსწრო კიმი რაიკონენს. ვინც არ იცით, იმ წლებში ქულების სისტემა განსხვავდებოდა დღევანდელობისგან და თუ დღეს 37 ქულით ლიდერობა თითქმის არაფერს ნიშნავს, მაშინ ეს ძალიან ბევრი იყო. მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიმის მაინც ჰქონდა თეორიული შანსები. ამისთვის მას სჭირდებოდა, რომ ალონსოს პრობლემები შექმნოდა და თვითონ კი შეცდომის უფლება არ ჰქონდა. შემდეგი რბოლა უნგრეთში ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მას აწყობდა. იმის მიუხედავად, რომ პოლ პოზიციამ მოულოდნელად მიხაილ შუმახერმა დაიკავა, ბოლოში კიმიმ ადვილად აჯობა მას
მას და პირველი ადგილი მოიპოვა. ფერნანდო ალონსომ კი დევიდ კულხარდის დამტრეულ ბოლიდის ნაწილებს გადაუარა და ბოლიდიმ დააზიანა, რის გამოც ათეულშიც ვერ მოხვდა. თურქეთში მაკლარენი ისე უსწრაფესია და რაიკონენი დამაჯერებლად კვეთს ფინიშის ხაზს პირველი. მისი მეწყვილის მოსრილების გამო კი მეორე ადგილს ფერნანდო ალონსო იკავებს, რის გამოც მან მხოლოდ 2 ქულა დაკარგა კიმისთან შედარებით. გამარჯვების სერია მონზაშიც უნდა გაგრძელებული. რაიკონენმა ისევ დაიკავა პოლ პოზიცია, მაგრამ ისევ მიიღო 10 პოზიციის ჯარიმი. მან არა მარტო დაინახა როგორ გაიმარჯვა მისმა მეწყვილამ, არამედ ალონსომაც გაუსწრო მას და საბოლოოდ დაუსვა წერტილი ჩემპიონობისთვის ბრძოლას. იმ წუთიდან ფერნანდოს უბრალოდ უნდა დაესრულებინა რბოლები ისეთ პოზიციაზე, სადაც მინიმალურ ქულებს მაინც აიღებდა, რაც მან უპრობლემოდ შეძლო ბელგიაში და ბრაზილიაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მან წინასწარ მოიპოვა ჩემპიონობა. გახდა იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი და ოფიციალურად დაასრულა ფერარის დომინაციის ერა. არ უნდა დაგვაუწყებს, რომ ფორმულა 1 არ არის მხოლოდ ინდივიდუალური შეჯიბრება, არამედ გუნდურიც. იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონი ალონსო გახდა, კონსტრუქტორის თასისთვის ბროლა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. ბელგიის და ბრაზილიის გრან-პრის გათვალისწინებით, სადაც მაკლარენის პილოტები საუკეთესოები იყვნენ და რენოს 2 ქულით უსწრებდნენ, ყველაფერი ბოლო 2 ბოლაში წყდებოდა. იაპონიაში კვალიფიკაციის დროს წამოვიდა წვიმა, რის გამოც მაკლარენის პილოტებმა რბოლა მე-17 და მე-18 პოზიციებიდან დაიწყეს. პირდაპირ მათ წინ კი იყო ფერნანდო ალონსო. მისი მეწყვილე კი მე-3 ადგილიდან იწყებდა რბოლას. ბოლის დროს მონტოიეს მოვიდა ავარია და გამოითიშა რბოლას. კიმიმ კი უნიკალურად გაიარა მთელი დისტანცია და რბოლა მოიგო. მაგრამ რადგან რენოს პილოტებმა მეორე და მე-3 ადგილები დაიკავეს, ახლა რენო გაიჭრა წინ 2 ქულით. სეზონის ფინალი ტარდებოდა შანხაიში. იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ბოლო რბოლა, რენომ შანხაიში სერიოზული განახლებების პაკეტი ჩამოიტანა თავისი ბოლიდებისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კვალიფიკაციაში პირველი რიგი მათ დაიკავეს. ბრიტანელები კი მათ უკან მოყვებოდნენ. ფერნანდოს ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა. ამავდროულად კი ფიზიკელა ყველანაირად იცავდა თავს ბრიტანელების თავდასხმისგან. იმ დროს ჩინეთის ტრეკზე გადასწრება ძალიან რთული იყო, რის გამოც მაკლარენის პილოტები მე-3 და მე-4 ადგილებზე იყვნენ ჩაკეტილები. რბოლის დროს მონტოიამ ისევ დაუშვა შეცდომა და დააზიანა ბოლიდი, რის გამოც ისევ გამოითიშა რბოლას. ამ სიტუაციის გათვალისწინებით რენოს ბოლიდები უბრალოდ უნდა მისულიყვნენ ფინიშამდე, რაც მათ უპრობლემოდ მოახერხეს. ფერნანდო ალონსომ ეს რბოლაც მოიგო და დაამტკიცა, რომ ის და რენო ამ სეზონში საუკეთესოები იყვნენ. ფერარის გუნდი მიხვდა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, მაგრამ ოქროს შემადგენლობის წარმომადგენლები შუმახერის, ბრაუნის და ტოდის სახით არ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ბედს ასე ადვილად შეეგუებოდნენ. ამიტომაც შემდეგ სეზონში ისინი ფიქრობდნენ, კი მათ წააგეს რბოლა, მაგრამ არა ომი. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი.